31 დეკემბერია, სულ რამდენიმე საათი დარჩა ახალ წლამდე, ხო და ახლა მიხეილ საგარელი გვიერთდება. გავიგებთ, როგორ უნდა შევეგებოთ 2026 წელს და როგორი იქნება ეს წელი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებისთვის, რა რიტუალებია, რა ამბებია, ბატონიშა, რაღაცა მოგაქვს. ლიმონი, პორტუგალი, მოვდივარ, კი ბატონო. აგერ ბატონო, როგორ ხარ? სამი ერთში ყოფილა, ნახე. ხომშილობა? აბა უყურე, მე თუ მიყურებ რომელიმე. აცვილი არ მიყურებ. ვესწავლები არ აი, ამან დაიმსახურა ყურადღება. სიგნალი ჩვენ. აჰა. პროტესტი გვეგონა ჩვენ უკვე გვჭირდება ხედავშეთ. ასაკი რასაკეთებს არ მინდოდა ამის თამარა მაიძულეს ხო მაიძულეს როგორ ახართ ბატონო მიშა მე რადო პროტესტიანო დაიდახავს ადრესე რაღაცა ხდება ფსიქიკაში რატო იცინითო და ყმის ქირურგები რო შეხედავენ ახლა დაგვედაკმა არ არის ეს არა ნალია არა ოღონდ ეხლა აი ასე რა გოდერზე აბსოლუტურად მართალი ხარ ვის რა პროექცია რა გასწობა აქვს ხო უკვე რისკენ მიდის ორგანიზმი შიგნიდან ენერგეტიკა მუშაობს და ეხლა სხვა დაინახავს და მაგრამ შენ უკეთდა პროტეზის პრობლემები აი წინა პლანზე ხო გასაგები ბატონო მიშა აბა როგორ კარგად განწყობა სახალხო ხო არის კარგი ვცდილობთ შევიცნოთ აბარო ეგრე უნდა ეხლა საკრალური დღეა საკრალური ღამეა ძალიან მნიშვნელოვანი ხო ძალიან მნიშვნელოვანია როგორ შევხვდებით იმით რომ პატივი უნდა მივაგოთ მომავალ წლის ბრძანებელს სხვა შორის შემოდის 17 თებერვალს და არა ეხლა და მაგრამ ეხლა ჩვენ წინ სწრებით უკვე უსწრებთ და 17 თებერვალს ვის რა შესაძლებლობა ექნება კაცმა არ იცის თუ 17-ში შევხვდებით ხო კარგი თუ არა და აი ეხლა წინ სწრებით ბატონო შევხვდით და 18 თებერვალს მე კი ბატონო ეგეც შეგვიძლია გოდერძის დაბადების დღეა ხო გამახსენდა კი ბატონო შევხვდებით სიამოვნებით ეხლა შემოკარგება რა გჭირდება ეხლა ჩვენ პატარა ეხლა ისეთ სისულელები მესმის შემოკარგო არ ვიცი ვინ მოიგონა და რა ხდება ესე ზოგმა ესე იგი ამბობენ რომ ესე იგი ზოგმა უნდა ცალფეხზე იხტუნაოს და ესე შეხვდეს ახალ წელს ზოგი უნდა შეძვრეს მაგიდის ქვეშ 12 მარცვალი უნდა შეჭამოს თურმე ეს 12 მარცვალი ეტობა ესპანეთიდან მოდის არ ვიცი საიდან მოდის არა მე მგონი რაღაც ხო კარგი რა თითოზარის დარეკვა და რომ მოასწრო ხო ნუ ახლა კარგი რა ახლა ზელზმეტები არ ფინშუის სპეციალისტი როცა ხარ უნდა იყოს სერიოზული მოძღვრება ეს გესმის ესეთ რაღაცების ლაპარაკი იქ არ ვარ და იქ იმათ რაღაცა აქვს ტრადიციას იმათ ამიტომ არ უჯერებთ ბატონო მიშა რაღაც თქვენს ფერი კაცო ხა წითელი ხალხი მირეკავს დაბდეული რომ წითელი არავითარ შემთხვევაში ამბობენ რა ვეუბნები არგუმენტი მითხარით ხო რატო ხო ცეცხლის სტიქია შემოდის ცეცხლის სტიქია რა არის ეს არის წითელი ფერი პირველ რიგში ხო მაგრამ ხა სულ რო გავაწითლოთ წითელს მოაქვს ენერგია ყველაფერს თავისი ენერგოვიბრაცია აქვს ხო დიდი რაოდენობით წითელი გამოიწვევს ცოტა აგრესიას ადამიანში ამიტომ უნდა შევარბილოთ ვარდისფერი ოღონდ კი მართალი ხარ როზე ვარდისფერი ბორდო კი ბატონო შერბილება მაგრამ ოქროსფერი, ყვითელი, გადასარევი, ნარინჯისფერი შეიძლება. ეხლა უყურე წყლის ფერები, მაგათ ცისფერი, ლურჯი. უყურე მწვანე შეგვიძლია, ნაცრისფერი, ბეიჟი, ოღონ შერევით. ძირითადი ფერი რჩება წითელი, შერევით ამ ფერებისა, რომ ცოტა შევარბილოთ და ზედმეტმა აგრესიამ არ იმოქმედოს. მაგრამ ძირითადი ფერი არის წითელი. საიდან მოიტანეს ეს რაღაც სხვა ფერები და წითელი კატეგორიად არავდა, ხა რა მითხრას ეს არგუმენტი ოთარ. ყველა საინტერესო. ერთ-ერთს რომ მკითხე რომ არგუმენტი მითხე წავაკითხეს, ასე იგი არგუმენტს ხო ვერ გეუბნებია, მაგრამ იცი რაო ცხენსო ეშინიაო წითლისო. მეოთხარი ყუროს და ცხენს შორის განსხვავებას ვერ ხედავთ, ხო? ყუროს ეშინია წითელი და ცხენს არ გაგიგია თქვენ რომ ცხენს ეშინია წითელი? სად არის ეგეთი? ყუროს ეშინია თუ აგრესია? აგრესია, ნუ ითვლება რომ აღიზიანებს. ხო, აღიზიანებს. კი ბატონო, მაგრამ ყურო ცხენს შორის განსხვავება ხო არის? ზოგიერთი ვერ ასხვევებს. რას ლაპარაკობ? ზოგიერთი თურმე ვერ ასხვევებს. მინოტავრის ხებია შეიძლება თავის აბლუაში. ბატონო მიხეილ, შემდეგ თორე დრო გვაგვეპარება. ხო, ეცენ მე ვიცი, ალბათ რო აღვე. ჩვენ აქ ამოვწყდებით, ამიტომ თქვენ თქვენ ახლა დაგვეციეთ მე და ნინოს. ეხლა ესე ვიცით, ჩვენ რა ნახევარი საათით ადრე, ახლა ეს დაწყებამდე ვახერთ ან წითელ სანთოს, თუ გინდათ იყოს ყვითელი, ოქროსფერი, კი ბატონო, და რას ვაკეთებთ? ვაცილებთ წინა წელს. ანუ მადლობა გადავხადეთ. იქ ცუდი იყო, წაიღო, კარგი იყო, ხო, კარგი იყო. მადლობა, სუხდეს რიტუალი არ დაგვა ეხლა ეს სანთელი ანთია დაიწყო ახალი წელი მიულოცეთ ერთმანეთს ამის მერე ისო მიდიხართ სანთელთან და ეხლა შეგიძლიათ ერთი სურვილი 2026 ჯამში გვაძლევს 10
შეგიძლიათ 10 სურვილის უგნებავთ, მაგრამ ჯობია ერთი საკრალური სურვილი. ოღონდ ფინანსებთან ის არ იყოს. ფინანსური რიტუალი ჯანმრთელობასთან ხო შეიძლება? იყოს ჯანმრთელობა, იყოს პირადი ურთიერთობა, იყოს კარიერა, ნებისმიერი გინდა მოგზაურობა, ნებისმიერი. ქორეოგრაფია. კი ბატონო, პოეზია, ლიტერატურა, კი ბატონო, ისტორია, ეთნოგრაფია, ყველაფერი შეგვიძლია. შემდეგ ბატონო მიხეილ გამეორებინეთ, ხო? ყუროსა და ცხელს შორის რა არის განსხვავება? ყუროს რქები აქვს. მაყურებელი გაკითხა. ეხლა გავაგზავნოთ დინო ესე ეხლა მოდი ავუშვოთ ესე იგი რას ვაკეთებთ ამის შემდეგ ეს ხო ანთია კაი ბატონო მივდივართ ახლა ამ სამთელთან ისევ ახალი დადგომის შემდგომ ერთი საკრალური სურვილი ოღონდ ფინანსებთან არა რა გინდა რომ მოხდეს მომოწოს თუ ზოგიერთ ადამიანს ურჩევნია ჩამოწეროს კი ბატონო მისაღებია ჩამოწერეთ ოღონდ აწყო დროში აჰა მეხდეთ მე მაქვს მაგალითად და არა მე მინდა ეს არა გაიგე და ჩამოწერეთ თუ თქვენ ჩამოწერილი ქონდა წინა წელს ნახევარი საათით ადრე იმას დაწყობთ და ახალ მეხდეთ აბა ის უნდა თუ მე არ დაგიწერიეთ ჯერ დაწერეთ ახლა ნახევში არ უნდა არა ახალი წელი რო დაიწყება იმის მერე ჩამოწერეთ ერთი საკრალური არა გახსენებთ ერთი საკრალური სურვილი ხო და მე დრო და დრო წაიგითხეთ აუცილებლად წლის განმავლობაში რომ აკუმულაცია მოხდეს იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო აკუმულატორია ცეცხლის სტიქია სანთელი ამასთან რო უყურებ და ამასთან რო წერთ ეს აკუმულაციას ახდენს თქვენი მენტალური ენერგიისა ხო ეს ერთი ეხლა ფინანსები ცალკე ვიღებთ 1 ლარიანს ვდებთ ჯერ დადეთ თქვენს ხელზე სანთლის გვერდით ხო და აბა კარგად შეხედეთ მოეფერეთ მეორე ხელის დაადეთ ხო გააცვეთ და აუცილებლად ეხლა უკვე ფინანსური სურვილი რა გინდათ ფინანსურად მოხდეს მომავალ პრემია ბონუსი ახალი ბიზნეს პროექტი ფინანსურად აუზრუნველყოფილი ხო აი ესეთ კი ბატონო ჩაუთქვათ ამას დადებთ ზუსტად აი გვერდით ამ სანთელისა დატოვებ დილამდე ეხლა ამად გვერდით რა უნდა იყოს ორი ფიგურა გველის და ცხენის გველი გრძელდება 18 თებერვლამდე და ნუ გავანაწყენებთ მას ნუ მოაშორეთ ჩემი გველი სად არის ეხლა ეს აი გაიხსენეს სად არის გველის წინ დავდოთ პატარა ნატეხი ყველისა ხოლო ცხენის წინ პატარა ნატეხი შაქრისა ეს ჩვენი პატივისცემის სიმბოლოები ხო პლუს აქ იდება ესე იგი 1 ლარიანი სანთელი ანთია და კიდევ რა აუცილებელი ატრიბუტი როგორ ბრძანა ბატონმა გოდერძი პროთეზი ესე იგი ნალი ახლა მოიხსენეთ ოდითგანვე იყო განსხვავებული სიმბოლო ყველა სოფელში ხო ყველა ქვეყანაში ეს იყო ავითვალისგან დაცვა ეს იყო გამოჯამრთელების ერთ-ერთი სიმბოლო ეს იყო ასევე ხვავის ბარაქის სიმბოლო ახლა ოღონდ დეტალებია გამნავს თავისი რა თუ ჩვენ აი ესე დავდებთ ხო ან დავკიდებთ ნალს ეს რას ნიშნავს ხვავი ბარაქა შემოდის შიგნით და რჩება თქვენს ოჯახში მეხდით ანუ ეს არის მოზიდვა ფინანსური ეგრეგორისა ენერგიის წაღმა დაკიდება ახლა უყურე მეორე ვარიანტი გვაქვს შევილა მეორე ნალიც კონდეს თუ ნალი არის ესე მაშინ რა ხდება სიმშვიდე და ასე ვთქვათ სულიერება შემოდის იმ ოჯახში ნახეთ ესე იგი დაგჭირდება ორი ნალი ერთი ასე და მეორე ასე ხვავი ბარაქისთვის და სულიერი სიმშვიდისთვის დახატოთ ბატონო მიშა არა დახატო არა კაც იყიდება ესე თქვი კაც ვაგერ ბატონო ასე თუ არა მაშინ რა შემოდის მასე თუ შემოვა ნახევარი გაწყვეტს იყოს მაშინ ნახევარი გასაგებია ესე იგი ორი პროთეზი გვაქვს საშუალო ზედა და ქვედა ხო არა ნუ ახლა თუ რა უფრო შემოგვიწყდეს თუ ახლა გასულიერება სახში და გინდათ ბარაკა ასე თუ პირიქით ასე თუ ორივე გინდათ ორი უნდა კონდეს არა ნალი აღარ შეება ნინო ამაში ეს არის და დაკიდე მაგრამ აღარ შეება იპოდრომზეც კი საწყალი ცხენები ნალის აცალეს მდგომარეობა მოკლედ ერთ სიტყვით აღნიშნეთ რომ ნალიც ამად გვერდით იდება აგერ ბატონო სამი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ეს შეგიძლიათ ნაძვის ხესთანაც იტოს და შეგიძლიათ მაგიდაზე დადოთ რა არის ახლა აქ არის სამი სიმბოლო ესე იგი მანდარინი ეს არის აღმოსავლეთში მათი ნაძვის ხე ეს არის სიმბოლო სიყვარულისა აგერ ბატონო ლიმონი არის სიმბოლო რომელსაც მოაქვს ჯანმრთელობა
მეორე ოჯახისთვის მეშ და მესამე აგერ ბატონო ბროწეული. ბროწეული არის ხვავის ბარაკის ერთ-ერთი პაკეტი. გარეთ ატლასი, შიგნით ათასი. აგერ ბატონო, ეს სამივე უნდა კონდეს ან მაგიდაზე, ან თუნდაც ნაძვისხესთან ჩეჩილაგის გვერდით. ნამდვილი რო კონდეს რა არა, უძეს? პირიქით გადასარევია, მაგრამ თუ არ არის საშუალება, იყოს ხელოვნური. ეს სიმბოლოა მთავარი, რომ ეს აძლიერებს ამ ენერგიას, ხო? აი ესეთი ფორმით ჩვენ ხვდებით, ესე იგი ახალი წლის დაწყება, შეგვიძლია ინდივიდუალური ფინანსური პროექტის განვიხილოთ. მაგალითად, თქვენ ესე გიდევთ მაგიდაზე თეფშების ქვეშ რამდენიმე წევრი ხართ ოჯახის, ხო, დავუშვათ. თეფშის ქვეშ ვათავსებთ 1 ლარიანს. გვერდით ყველას აქვს ანთელი, ხო? და აი ჩაუთქვით ამ ტრაპეზის დროს იმ ნალს, იმ 1 ლარიანს რა გინდათ ფინანსურად მოხდეს მომავალ. და მაშინ უკვე თქვენი ინდივიდუალურია. ეს ხო ზოგადია აქ რაც დევს ოჯახისთვის თლიანად მომტანი ფულისა. ეს კიდე ინდივიდუალური. დილით თითოეული ეს პიროვნება აიღებს ამ 1 ლარიანს და თავის საფულეში ჩაეცეს. ესე იგი, სტუმარი ხო მოვიდა და მოვიდა, ხო უნდა გადაგჭამოს და მერე ფულის უნდა დაახვედრო რომ თემშის ქვეშ ისე არ მოდის. სტუმარი არა, ოჯახის წევრია. სტუმარსაც იგივე. გოდერძი, ეს იმდენად კარგი სიმბოლოა. შენ თუ იმ ადამიანს გააბედნიერებ, რას ლაპარაკობ, მთელი ცხოვრება გეკნება სალაპარაკო, მე ესეთი რაც მეტი სტუმარი, მით უფრო კარგი. ეხლა გააჩნია სტუმარს და პლუს განსაკუთრებით მეკლეს. მეკლე უნდა იყოს აქტიური, ენერგიული ინცენტივი, რომ მოდის ცეცხლის სტიქი, ძალიან აქტიური ველური მუსტანგი ცხენი. ეს ჩვეულებრივი ცხენი არ არის. მეგდით, ამიტომ ყველა ვიქნებით ჯოკეები. კარგად ისწავლეთ ცხენზე ჯდომა, თორე სად ჩამოგაგდებთ, რომელ მოსახლეებში კაცმა არ იცის. მეხდით, ისეთ წელიწადი მოდის, ძალიან აქტიური. ეხლა შესაბამისად, ამიტომ უნდა იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ესეთი ლიდერი პიროვნება, მაგრამ რა უნდა მოიტანოს? აი ეს სამი სიმბოლო იმ ტკბილეულთან ერთად, რომელიც მას მოაქვს. სხვათა შორის ამ სიმბოლიკებთან დაკავშირებით უნდა ვთქვა, ძალიან ჯერა მეკლის. და მომწონს და სულ ვცდილობ რომ ვირწმუნო. და მე ვინ არის ხოლმე შენთან მეკლე? მე ადრიას გავაგდებ, ბავშვებს გავაგდებ ხოლმე და შემოდი. მე გარე მეკლეობა მიყვარს და მაგალითად წელსაც რამდენიმეგან ვარ მეკლე და კარგი ფეხი მაქვს სხვათა შორის. ო, ჩავეწერო. სხვათა შორის გაითვალისწინეთ თუ მეკლე მოიტანს ნავს, იქნება ძალიან კარგი სიმბოლო, ოღონდ ერთი დეტალი, რა ხა შარჩერაც მოვიდა ჩემ მეზობელს, ეგეთი რამე რო არ დაგემართოთ. ხო, ძაღლი ყავს იმას. მეკლე რომ მოვიდა ეს ძაღლი დაეტაკა ფეხში და შემოვიდა მარცხენა ფეხით და პრობლემები ქონდა მერე მთელი წელი. მიაქციეთ ყურადღება. ესე დეტალი მე ადრე ძაღლი 31 დეკემბერს უნდა დაახო. მარჯვენა უნდა შემოვიდეს ხალხო, ესე კიდე ერთ-ერთი ატრიბუტია ძაღლმა არ მიცამის საშუალება და მერე პრობლემები შეექმნათ კიდეც ის მემარცხენეა ბატონო მიშა. არა, მემარცხენეც ახლა თუ მისი მთავარი ეს არის ის შემოვა მე, მაგრამ თუ ის ახლა ასეთ შემთხვევის გამო იძულებული ხარ რომ არ წაიქცე მარცხენათი შემოხვიდე, ეს არა, ეს არ დავუშვათ, ხო? ესე იგი, აი ეს რიტუალები საკმარისი არცაც შეძრომა არ ჭირდებათ, ცალფეხზე დგომა არ ჭირდებათ, აი ამ რიტუალებს თავი დაანებეთ, წითელი პრევალირებს და დარჩენი ფერები დაუმატოთ, ხო? აი ეს არის მთავარი, რაც ჩვენ ჭირდება. ეხლა მოდი ავნიშნოთ, ვის რა ხო გეკნებათ ხო წლის განმავლობაში ვიწყებ მაგრამ მოდი სანამ ინდივიდუალურზე გადავართ ძალიან მოკლედ ყველა ფავორიტი რომელია წლის ზოდიაქო ხო მაგრამ ხო და მოიხილო ხო მოიხილო და გვეტყვი ახლა იქ ვიტყვით ხო გზა და გზაი ნინოთი დავიწყოთ ორ ნაწილად გავყო წელიწადს სხვა შორის გვაქვს ორი ცოტა რთული პერიოდი 17 თებერვლიდან 3 მარტამდე და მერე აგვისტო იქ ჩვენ გვაქვს ზის და მთვარის დაბნელებების დერექის გავლა აი ამ პერიოდებისთვის არაფერი განსაკუთრებული არ დანიშნოთ ამას მიაქცეთ ყურადღება ეხლა კიდევ მნიშვნელოვანი მოვლენები რა გვაქვს ჩვენ ოჯახისთვის, საოჯახო ურთიერთობებისთვის, სამშობლოსთან ურთიერთობისათვის, იგივე დაუშვათ სასიყვარულო კონტაქტებისთვის, ქორწინებისთვის, გამრავლებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო წელიწადია. ამიტომ ამ ხრივ მას ძალიან დიდი პლუსები აქვს, ხო? შემოვა უამრავი რეფორმა. მათ შორის ბიტკოინები, ახალი ფინანსური შესაძლებლობები, რაღაც, რევოლუციური წელიწადია, მოდი ესე ვთქვათ რა. მომავალ წელს ამ დროს თქვენ ნახავთ რა, რამდენი იქნება რამდენი სკანდალი იქნება, რამდენი ჟურნალისტური სამუშაო, უამრავი რამე წელიწადი 7 არ არის. ეს იცი, იმიტომ რომ როგორ შეიძლება ხა მუსტანგი იყოს 7. რა გააჩერებს იმას ერთ ადგილზე, ხო? ამიტომ იქნება უამრავი ინფორმაციული, ასე ვთქვათ, ისეთი თემატიკა, რომელიც 7-ად ვერ დატოვებს ადამიანს, ხო? ეს ყველაფერი გვაქვს, მაგრამ იქნება ცოტა დაძაბულობაც, მაგრამ იქნება კარგი, ბევრი. ეხლა მთავარი, აი დავიწყოთ ნინოთი. პირველი ნაწილი 30 ივნისის ჩათვლით. თქვენთვის არის საკმაოდ კარგი, რატო? სამშობლოშიც გაქვთ წარმატებები, წინადადებები შეიძლება მიიღოთ მნიშვნელოვანი. ოჯახში საყოფაცხოვრებო პრობლემები მოაგვარო, გაალამაზო
დიზაინი, ახლობლებთან ურთიერთობა გაუმჯობესო, მათი თანადგომა მიიღო, რაც ამშვენად და გიზრდება ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით სწორად შევასაკეთებ. მეორე ნახევარი სიყვარულის დრო გაქვს, ჩემო კარგო. ამიტომ აქ სასიყვარულო ურთიერთობა გაიფურჩქნება ახლებურად. ზოგი აღმოჩნდება რომანტიკული ურთიერთობების თავგადასავლების სფერხულში. გააქვს უნარი, რომ აქ გამოავლინა ნამდვილი ლიდერული თქვენი თვისებები. აიღო პასუხისგებლობა საკუთარ თავზე, გახდე ადამიანი ავტორიტეტული ყურადღების ცენტრში მოექცე, კონკურსებში, ლოტარეებში მონაწილეობის მიღება იქნება ძალიან წარმატებული შენთვის. ამიტომ მთლიანობა ძალიან საინტერესო პერიოდია. კუროს რაც შეეხება, კუროებო, პირველი ნაწილი უნდა იაქტიუროთ. თქვენ გიყვართ წამოწოლა და ჯდომა, მაგრამ ბოდიში. კოსმოსი გეუბნებათ 30 ივნისის ჩათვლით იმოძრავეთ, იმოგზაურეთ, რაც შეიძლება მეტი კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, ახალი ნაცნობობა, ახალი პარტნიორული თანამშრომლობა, რაც შეიძლება მეტი ურთიერთობა დებთან, ძმებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან, მათი თანადგომა იქნება ძალიან დიდი. საინტერესო ინფორმაცია, საინტერესო წიგნი, აქედან მიიღებთ კიდევ საინტერესო ინფორმაციას, ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები. მეორე ნახევარში უკვე შეგიძლიათ ცოტა მოდუნდეთ. იქ ინტუიცია გეზდებათ, ინტუიციას სწორად მოქმედებთ, ოჯახს მიხედეთ მეტად. მეორე ნახევარი ოჯახური ურთიერთობებისთვის და ნაცნობური კავშირებისთვის საუკეთესოა. მათი თანადგომა იქნება ძალიან წარმატებული თქვენთვის. და რაც შეეხება ტყუპებს, ტყუპებო, პირველი ნაწილი არის ფინანსური. ამიტომ ძალიან დიდი შანსია, რომ ფინანსები მიიღო და შენ გახსოვს დანაშაულიას რეაქცია მაგაზე. რომელიც მეთქვი, ხო, ტყუპებისა და აქედან გაუნდარე. შეიძლება მიიღოთ პატრიოტული დივიდენდები, ადრეული საქმეებიდან ბიზნეს პროექტებში ჩაერთოთ პრემიები, ბონუსები და ოღონდ ახლა ყველაფერს ნუ დახარჯავთ ერთ დღეში, როგორც თქვენ ეს იცით, ხო? ინვესტიციებისთვის, კაპიტალ დამატებებისთვის გადასარევი პერიოდია. მეორე ნახევარი ის არის, რაც თქვენ გიყვართ. კონტაქტები, შეხვედრები, მგზავრობა, მოგზაურობა, ახალი ადამიანის გაცნობა, პარტნიორული თანამშრომლობა ამ ნიშანს ჭკუა ეკეტება ურთიერთობებს და კონტაქტებს. აი ზუსტად ამის დრო. აქედან იღებს ძალიან საინტერესო დივიდენდებს და შესაძლებლობებს. და ეხლა კირჩხიბი, აი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი. კირჩხიბებო, ერთ-ერთი საუკეთესო წელიწადია თქვენთვის. გამარჯვების პლანეტა გადის ჯერ თქვენ ზოდიაქოს ნიშანს. ამიტომ უნდა იყოს ძალიან აქტიური, ლიდერი, ხელმძღვანელი, არავითარი პასიურობა, არავითარი ვიღაცის ზურგს უკან დგომა. არა, საკუთარ თავზე აიღეთ, უშიშარი ხასიათი გამოავნეთ, ლიდერი იყავით, ეს უკვე თქვენი წარმატების ფაქტორია. მეორე ნახევარი წლის 30 ივნისის მერე უკვე მოიტანს მატერიალურ დივიდენდებს. რასაც დაიწყებთ პირველ ნახევარში, მეორე უკვე მოგცემს სერიოზული ფინანსური წარმატების შანსებს და აქ უკვე ფინანსურად უზრუნველყოფ თქვენ ცხოვრებას. რაც შეეხება ლომი, აი კიდევ ერთი იმპერატორთა ნიშანი, მთავარი ფავორიტი ლომებო, წლის პირველი ნახევარი ტრანსფორმაციას მოახდენს თქვენში. შეიძლება რაღაცა რწმენის ფაქტორებმა, შეიძლება ახალი სულიერი მოძღვარი იპოვოთ, შეიძლება ახალი რაღაც ფილოსოფიური, ფსიქოლოგიური მოძღვრობა გაჩნდეს თქვენში და ინტერესებთ ეზოთერიკით, რელიგიით, ამდაგვარი საკითხებით. ანუ მომზადება ხდება თქვენი, როგორც მიქელანჯელოს ამზადებდნენ 6 თვე, სანამ იგი სიქსტის კაპელას დახატავდა იქამდე სულიერად და უკვე მეორე ნახევარი გაძლევს საშუალებას, უკვე გამარჯვების პლანეტა გადმოდის თქვენ ზოდიაქოში 1 წლით. ამიტომ თქვენ იქნებით მთავარი ფავორიტი ყველგან და ყველაფერში. ქალწულებო, მესამე ქვე ფავორიტი ხართ თქვენ. ფარველი ანგელოზი გადმოდის თქვენთან. ამიტომ შესაბამისად ჯანმრთელობაც უმჯობესდება, განწყობაც უკეთესი იქნება. ბევრ პრობლემებს დაუტოვებთ წარსულ და გაქვს საშუალება პარტნიორული ურთიერთობებისა, ქორწინებისა, საუკეთესო დროა იდეების რეალიზაციისათვის, მგზავრობა, მოგზაურობისათვის, ანუ მრავალფეროვანი შესაძლებლობები გაქვთ ამ პერიოდში. ცხოვრებას ახლებურად დაალაგებთ. სასწორს რაც შეეხება პირველი ნახევარი წლისა ძალიან კარგია პროფესიონალური წინსვლისა და კარიერული განვითარებისათვის. აქ შეიძლება პროფესიონალური კურსებიც გაიარო და აიმაღლო თქვენი პროფესიონალიზმი. მეორე ნახევარი გადასარევია იმისთვის, რაც თქვენ მოგწონთ და გიყვართ, უფრო თავისუფლად მოქმედებთ, სპონტანური იმპროვიზაციის უნარი გაქვთ, მეგობრული კონტაქტები და მეგობართა თანადგომა იქნება დროული, მნიშვნელოვანი და ინტერნეტთან მაქსიმალური კონტაქტები. რეფორმების დროა. მეორე ნახევარი სასწორისა, რაც მეტი ახალი მეთოდოლოგია, ახალი ურთიერთობა, ახლებური დაუშვათ საწყისი თქვენი აზროვნების, აი თქვენი წარმატების ფაქტორი. მორიელი განთავისუფლდა შავი თვალისგან, ამოისუნთქავს, გაცლებით უკეთ იგრძნობს თავს ფიზიკურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად, ყველანაირად და საუკეთესო დრო აქვს პირველი ნახევარი მგზავრობისთვის, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის. აი მეორე ნახევარი უკვე პროფესიონალურ წინსვლას, კარიერას უწყობს ხელს და ამიტომ აქაც სერიოზული წინსვლის პროგრამა აქვს, მაგრამ რა შეეხება ოთარს ეს შეშინებული რომ მიყურებს ახლა. აი ტყილა არ მიყურებს. დრო გრძნობს რა შეა საქმე ხო? შავი თვარე გადავიდა თქვენ ზოდიაქოში დაახლოებით შუა რიცხვებამდე სექტემბრის. ანუ ეს ნიშნავს რას? მაქსიმალური სიმშვიდე, სტაბილურობა.
პირადებში 7 ჯერ გაზომ ერთხელ გაჭერის პრინციპი მოქმედებისას, ხო? რატო? ეხლა უყურეთ ცეცხლის წელიწადია, ცეცხლის სტიქიის. თქვენ ისედაც ცეცხლის სტიქიას განეკუთვნებით შვილოსნები, ისაც ენერგია გაქვთ ბევრი. აქედან მოდის ცეცხლის ცხენის მოჭარბებული ენერგია, მთავარი ეს ენერგია არ გადაიტანოთ რაში? ზედმეტ სულსტრაფობა იმპულსურობაში, ზედმეტ სარკასტულ გამოთქმებში და აგრესიაში. თორე ეს უკვე კონფლიქტია. აი შავი თუ არა ეცდება ეს მასტუნებელი ძალა, რომ აი ეს ტენდენციები შვილოსანში გამოავლოს. შვილოსანს უყვარს ჩქარა სიარული. ტრასაზე და ტრასის მიღმაც. ამიტომ ტრავმული პერიოდია თუ თქვენ არ იქნებით დისციპლინირებული მძღოლი. წინ და წინ გავთხრით. რისკ ზონაშია ღვიძლი ნაულის ბუშტი. ამიტომ კვებას მიაქცეთ განსაკუთრებული ყურადღება, ხო? ამ პერიოდში მეთუმეტეს. და უკვე თუ რაღაც იყო დანაკარგი, აუცილებლობა არ არის ამისა, იმიტომ მე ჯერ ძლიერი ნიშანია და ოპტიმისტია და ამით უფრო შვიდად გაივლის ამ პერიოდს, მაგრამ თუ რაღაცა იყო პრობლემა, უკვე დაახლოებით 15 რიცხვიდან სექტემბრისა წლის ბოლომდე ამის თროული კომპენსაციის საშუალება მოგეცემა და გაცილებით უკეთესად დახვდებით მომავალ წელს. აი ამ ხრივ იყოთ ყურადღებით, თორე რო თქვა რომ ცუდი წელიწადია, ეგეთი არ არის, მაგრამ თუნებები იქნება მაღალი. რაც შეეხება თხის გაზს, თხის ქებო, თქვენ პირიქით სექტემბრის ბოლომდე რაც შეიძლება აქტიურეთ, იმიტომ რომ შანსები გაქვთ გადასარევი, პერსპექტივები ფინანსური კუთხით, ქორწინების კუთხით, პარტნიორული თანამშრომლობა, გადასარევი, შემოქმედებითი ნიჭი, შესაძლებლობები არის მრავალფეროვანი, მაგრამ უკვე შუარიცხვების მერე უკვე შემთვარე ტოვებს რა მშვილდოსანს გადავა თქვენ ზოდიაქოში 9 თვით. ამიტომ თქვენ გეწყებათ უკვე დაბრკოლებები და ცდუნებები და ვისთან არის მთავარი ცდუნება ხელმძღვანელებთან ურთიერთობა. არ დაძაბოთ. ნუ იქნებით ზედმეტად ხისტი, ჯიუტი, თორე ამას შეიძლება ეს კარიერაზე ნეგატიური ქებზე იმოქმედოს. კი ბატონო, იმოქმედოს ეს უკვე დაახლოებით სექტემბრის შემდგომ პერიოდში იღავით ამ ხრი ყურადღებით, მაგრამ სამაგეროთ იქამდე პერიოდი არის მრავალფეროვანი შესაძლებლობებით ახსოვს. მერწყულებო, საკმაოდ საინტერესო პერიოდი გაქვთ თქვენ, იმიტომ რომ აქ არის შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ დაალაგდეთ, მოწესრიგდეთ, ურთიერთობებიც მოაწესრიგოთ, თავის საქმეები მოაწესრიგოთ, თქვენი გონებრივი შესაძლებლობები მოაწესრიგოთ, დაალაგდეთ, რისთვის რომ მეორე ნახევარში უკვე წლისა უკვე დაიწყოთ შემოქმედებითი ახალი აღმოფრენა. ახალბურად განავითაროთ თქვენი გეგმები. ძალიან კარგი პერიოდია უკვე შემოქმედებასთან ერთად პარტნიორული ურთიერთობისთვის, თანამშრომლობისთვის, პირადი ურთიერთობა უმჯობესდება ქორწინებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. კი ბატონო, შეგიძლიათ მოგზაურობა, ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობა და რა სწორედ თქვენი ნიჭის ახალბურად გამოვლენა. ჩვენ მადლობლები ვართ. საინტერესო პერიოდი გაქვთ, მათ შორის რეფორმებისთვის, რაც თქვენ ძალიან გიყვართ, ერთ-ერთი საუკეთესო. თევზებო, სიყვარულის მე იმედია რომ ჩვენს პროდიუსერს რაღაცებს მოულოცავთ მომავალ წელს. აუცილებლად რაღაცა ვერ მოვაბით ამას თავი და აწი მომავალ წელს უკვე ჩვენ ვერ მოვაბით ხო ჩვენ ვერ მოვაბით ხო აბა თითო ვერ აბავ და ჩვენ ჩვენ არ მივეცით ამის საშუალება. ხო აი იმედია რომ მომავალ წელს ეს ვარიაცია უკვე თვალში საცემი იქნება, ამიტომ საუკეთესო დროა სიყვარულისთვის, პარტნიორული ურთიერთობებისთვის, ქორწინებისთვის, რომანტიკული კავშირებისათვის და ლიდერული კარგი ორგანიზაციის გამოსაჩივრად ეს ადამიანი მოექცევა ყურადღების ცენტრში. მიიზიდავს ძალიან სხვა ადამიანებს, როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი ავტორიტეტს აიმაღლებს და იქნება ჭეშმარიტი ლიდერი და მეორე ნახევარი უკვე მისცემს საშუალებას, აი პირველი ნახევარი ძალიან აქტიური აქვს. ამიტომ შეიძლება ბევრი რამ დაიხუნძლოს მის ცხოვრებაში, ახალი პარტნიორები, ახალი ურთიერთობები, ახალი გეგმები, ახალი პროექტები და ცოტა ამან ქაოსი გამოიწვია შუა რიცხვებში ივნისისა და აი უკვე მეორე ნახევარი მისცემს ამის დაალაგების, ყველას თავის ადგილზე, ყველაფერს თავის ადგილზე დაალაგებს და უკვე გეგმა ზომიერად და თანდაყოლად იმოქმედებს. რა წარმატების ფაქტორი იქნება. ამიტომ მე მინდა ყველას მოგელოცოთ, შემოკარგებო, დამდეგი ახალი წელი, ჯანმრთელობა, ხვავი, ბარაკა, სიხარული, სიყვარული, სულიერება, ყოველივე კარგი გისურვოთ და გვახსოვდეს, რომ ყველას ჭირდება პირველ რიგში მშვიდობა. მთელ სოფლიოს, საქართველოს, თითოეულ ჩვენთაგან, ჩვენს ოჯახებს და მრავალ ახალ წელს დაგვასწროს. დიდი მადლობა. მიხეილ ზაგარელი იყო, დიდი მადლობა ერთი წლისთვის. გეშტობებით უკვე შევხვდებით ერთმანეთს 2026-ში. მადლობა ბატონო.